ასევე ძალიან საინტერესო თემით ჩვენს გადაცემას. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრს საინტერესებს ეს თემატიკა. საქმე ის არის, რომ 28 ივლისი, ანუ დღევანდელი დღე ცეჰეპატთა ბრძოლის საერთაშორისო დღეა და ახლა კიდევ ერთხელ გავიაროთ ის პროცესები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მიდის ამ ცეჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით. და რომელსაც ჩვენი მაყურებელი ჩვენთან ერთად ადევნებს ქალყურს. უკვე დიდი ხანია ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული კამპანიაში ცეჰეპატიტის წინააღმდეგ სტოპ-ცედან დაწყებული და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ვალერი კვარაცხელი არის ჩვენი სტუმარი და ალბათ დღეს ჩვენი საუბრისას მოგვიწევს შევაჯამოთ უკვე განხორციელებული პროექტები და მიმდინარე და რა თქმა უნდა სიახლე რომელიც უკავშირდება უფასო დიაგნოსტიკას ცეჰეპატიტის პროგრამაში ჩართულია 2100 პაციენტის სწორი ინფორმაცია ეს? გისმენთ. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე მეორედ ვარ უკვე თქვენთან ამ თემით და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რამდენადაც ვთვლით, რომ არა მარტო მკურნალობა არის აქ მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი არის პრევენცია, მნიშვნელოვანი არის ცოდნა თუ რას იწვევს ცეჰეპატიტი, მნიშვნელოვანი არის იმის ცოდვა, რომ ცეჰეპატიტი განკურნებადია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თქვენი ჩართვა ამ პროცესში, ამიტომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მახსოვს სტოპ-ცე, იქიდან დაწყებული თქვენ აქტიურად ხართ ჩართულები. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩვენ მაშინ ვისაუბრეთ, როცა პირველად ვიყავით, რომ მე მოვიდოდ თქვენთან შუალედური შედეგებით. ეს შეიძლება ვთქვათ, რომ გვაქვს უკვე შუალედური შედეგები, ეს არ არის საბოლოო შედეგები. აქვე მინდა ვთქვა, რომ დღეს ვერ ვიტყვი მე, რომ პაციენტი რომელიმე ერთი მაინც არის განკურნებული მთლიანად, რომ განკურნება ნიშნავს, როცა დაამთავრებს მკურნალობის კურსს, ხოლო ამის შემდეგ, 2 თვის გავლის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ პაციენტი განიკურნა. თუმცა ის შედეგები, რაც გვაქვს დღეს არის უნიკალური და ნაგითხრათ სავსებით მოულოდნელი, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა შედეგებმა, რაც გვაქვს დღევანდელ დღეს. ეს არის იმ პაციენტების რიცხვი, რომლებმაც დაიწყეს პირველად მკურნალობა და 1 თვის თავზე ამ პაციენტების 68%-ს ცეჰეპატიტის ვირუსი უკვე აღარ აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი განკურნებული არიან საბოლოოდ და მკურნალობა უნდა შეწყდო. პირიქით, მათ უნდა გააგრძელონ მკურნალობა, იმ მკურნალობის ბოლომდე. თქვენ ძალიან მოგრძალებულად ავუხთ ახლა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ძალიან მაგარი შედეგია, ძალიან მაგარი შედეგია, მსგავსი შედეგია. არც ერთ სამკურნალო პრეპარატს არ მოუტანია მსოფლიოში არავისთვის. რიცხვი როგორ გამოიხატება ეს უფასო შედეგები? პირველი 27 პაციენტიდან, რომელსაც პირველებმა დაიწყეს მკურნალობა, დაახლოებით 20 აღარ აღინიშნება საერთოდ ცეჰეპატიტის ვირუსი. და ეს პირველი 20 პაციენტი იყო ყველაზე მძიმე, ხო სწორია? საერთოდ ეს 5000 პაციენტი, რომელიც ეხლა მკურნალობს, არის ყველაზე მძიმე. ეს არის ფაქტურად ციროზით გართულებული პაციენტები. ამიტომ თუ ამ პაციენტებში ეს შედეგს გვაძლევს ეს პრეპარატი, უკვე ვხედავ რა შედეგებს მოგცემს, თქვათ უკვე ისეთ პაციენტებში, რომელსაც ესეთი რთულები არ არიან. დღევანდელი მდგომარეობით 7800 კაცი არის დარეგისტრირებული. აქედან დაახლოებით 5000-მა უკვე გაიარა დიაგნოსტიკა, 2100 როგორც თქვენ ბრძანეთ უკვე მკურნალობს. უახლოესი ამ კვირის ბოლოს გვექნება კიდე ერთი კომისია და კომისიაზე უკვე 500-დან 600 კაცამდე 600 პაციენტამდე ღებულობს თქვათ ნებართვას მკურნალობის დაწყებაზე, ისინიც დაემატებიან და ჩავთვალოთ, რომ სადღაც 2600 პაციენტი უკვე ცეჰეპატიტის 2600 პაციენტი უკვე ღებულობს მკურნალობას. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის პაციენტებია, რომელთა მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე და ფაქტიურად მათ გადარჩენის შანსი ჰქონდათ ძალიან ცოტა. დღეს ეს პაციენტები კარგად გრძნობენ თავს, თქვენს ეთერშიც სხვა გადაცემაში იყო პაციენტი მოსული ჩემთან ერთად და ის ყვებოდა თუ როგორ გრძნობ თავს. იმასთვის იქნება საინტერესო, რომ სპორტითაც არის დაკავებული, ვარჯიშოთ ჩვეულებრივად ცხოვრების წესი არ შეუცვლია, ერთადერთი ცხოვრების წესი რა შეცვალა არ სვამს. ბატონო ვალერი, იყო ერთი ეტაპი ამ პროგრამაში, რადგან ჩვენ ძალიან წუხდით და გადაცემას კი მივუძღვენით ამ პრობლემატიკას, როდესაც როგორც ხდება ხოლმე რაღაც სიახლე, როდესაც ხდება ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ჭორები, მითები, არასასიამოვნო ხმების გავრცელება მოყვება. ხო, თქვენც გახსოვს კი არა ის ხო და რა ვითარება და ჭორები. იცით, ვითარება დღეს მე მგონი ცოტა გაქრა ეს ჭორები, ამ რიქიდან რომ შედეგები არის. ანუ ლაპარაკი იყო, რომ ხალხო ექსპერიმენტს ატარებენ ჩვენზე. ხო, ჩვენ
ნამდვილად არ ვტარებთ არავის ექსპერიმენტს. ჩვენ რა თქმა უნდა ამაზე საუბრობდით თითქმის ყოველდღიურად, მაგრამ მარტო ჩვენი საუბარი არ იყო გადამწყვეტი. ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, ძალიან ბევრი პროფესიონალი სპეციალისტი, არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ სხვა ქვეყნის დაგვეხმარა ამაში, მათ აუხსნეს მოსახლეობაზე. მე ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ექსპერიმენტი ტარდება ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად იმაზე, რომ ცეგებადეთი აღმოიფხვრას. ექსპერიმენტი წამალს არ ჭირდება, წამალი არის უკვე გამოცდილი, ყველა ქვეყანაში აქვს FDA სერტიფიკატი, რომელიც ამერიკაში ყველაზე მაღალი სერტიფიკატი აქვს, EMA სერტიფიკატი, რომელიც ევროპაში ასევე ყველაზე მაღალი სერტიფიკატია, სხვა სერტიფიკატი უფრო მაღალი. ამდენი წელია ეს წამალი არსებობს ბაზარზე? იცით რა, სანამ წამალი ბაზრამდე მოვა, დაახლოებით 7-8 წელი ჭირდებოდა ზოგჯერ მეტი. აი სწორედ იმ ექსპერიმენტს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თუ არ გაიარა, ეს წამალი ვერ ხვდება ბაზარზე, ძალიან რთული პროცედურა და გაწერილი პროცედურაა. სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, აქ ყველა ნიუანსი არის გაწერილი და ზუსტად იცის, თქვა ფარმაცევტულმა კომპანიამ რის მერე რა უნდა გააკეთოს. თუ ყველაფერს არ დაიცავს, ესე პამარი FDA მithumetes და EMA არავითარ შემთხვევაში ამ სერტიფიკაციას არ გააქვს. და მაინც მოხმარებაში უკვე რამდენი ხანია არსებობს? მოხმარებაში უკვე 4 წელია და მოიხმარს ამას ყველა ქვეყანა, სოფლიოს ყველა ქვეყანა, უბრალოდ სოფლიოს ყველა ქვეყანაში ენატრებათ, რომ ეს წამალი კონდეს და ჩვენ შემთხვევაში ეს გვაქვს. ეს პაციენტები, რომელთა რიცხვს თქვენ ჩამოთვალეთ, სრულად უფასოდ იღებს ამ მკურნალობას თუ სრულად უფასოდ, აქ საუბარი ცხრაზეა მარტო იმაზე არა, გილიადმა რა თქმა უნდა ეს პრეპარატი ჩვენ გამოგცა სრულად უფასოდ, ეს მათი კეთილნება და ამ შემთხვევაში არა მარტო კეთილნება, თუმცა თავისი კომერციული გათვლითაა, იმიტომ რომ თუ ელიმინაცია მოხდება ერთ აღებულ ქვეყანაში, ესენი სხვა ქვეყანაში სწორი აქტიურად იმუშავებენ, რომ საკმაოდ ძვირადღირებული ხე, ესეც უნდა აღნიშნოთ. $24,000 არის ერთი კურსის მკურნალობა, ყველაზე პატარა კურსის, არა ლაპარაკი დიდ კურსზე და აი კითხვას რო დაუბრუნდეთ, ჩვენს შემთხვევაში უფასო არის თავიდან ბოლომდე ზოგიერთ გენოტიპს უბრალოდ ჭირდება ინტერფერონიც. კომბინირებული მკურნალობა ჭირდება ინტერფერონ რიბავერინთან ერთად. ჩვენ თავზე ავიღეთ ეს პრობლემას და ინტერფერონსაც და რიბავერინსაც უკვე ვაწვდით უფასოდ პაციენტს. არანაირი ხარჯი არ აქვს. ნოლია ხარჯი მკურნალობის. ამ პროცესში რა სირთულეებს წააწყდით? შეიძლება ჩავთვალოთ, რომ წარმატებულად მიდის, რა თქმა უნდა, იმ სტატისტიკით, რაც ჩვენ მოგვაწოდეთ, მაგრამ აი შიდა რაღაცა პრობლემები, რეგისტრაცია პრობლემები არის. მე მაშინაც გეუბნებოდით, რომ იდეალური პროექტი არ არსებობს. ჩვენ დავწერეთ და გვეგონა, რომ იდეალური იყო, მაგრამ რაღაც ტექნიკური პატარ-პატარა ხარვეზები არის, რომელიც დროთა განმავლობაში სწორდება. აი მაგალითად ერთს მოგიყვებით ტექნიკურ ხარვეზს, ორ კვირაში ერთხელ ვაკეთებთ კომისიას. მე მიმაჩნია, რომ უფრო ხშირად უნდა ვატარებდეთ კომისიას, მაგრამ კლინიკიდან სოციალურ სააგენტომდე გარკვეული დრო იკარგება ამ საბუთების გადატანა გადმოტანაში. ეხლა ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ერთად, CDC-თან ერთად მუშაობთ ამაზე, რომ შევამციროთ ეს დრო და კვირაში ერთხელ შევძლოთ კომისიის ჩატარება. ჩვენ ელიმინაცია უნდა გავაკეთოთ. ელიმინაცია ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ პაციენტს უნდა ვუკურნალოთ. ამისი თქვა თუ გახშირდა კომისია. არანაირი პრობლემა არ არის წამალი, ზუსტად 2 კვირის წინ კიდე ერთი პარტია ჩამოვიდა 5,000 ფლაკონი. ანუ უწყვეტი პროცესია ეს შემოსვლის. ეტაპობრიობა რისგან არის განპირობებული, რომ ყველა ერთდროულად ვერ ერთვება, აი 7,000 რაღაცა პაციენტი. წარმოიდგინეთ, რომ კლინიცისტების ხო საჭიროა, ეს ხო მარტო წამლის მიცემა არ ხო მართვა ამ პროცესის. მერე უნდა მონიტორინგი ჩაუტარო, უნდა აკონტროლო და ამას იმდენი კლინიცისტი ჭირდება. მე მაგალითად ჩვენ კლინიცისტებს, ჩვენი ქვეყნის კლინიცისტებს ამ შემთხვევაში ჩემს ვეძახიან და ძალიან მიყვარს ეს ხა, ძალიან დიდი მადლობა მინდა დღეს ცეგებადიტის, გეპატიტის სოფლიო დღეს აქედან უთხრა, იმიტომ რომ მათ გმერული შრომა გასწიეს. ეს არ არის მარტივი, ძალიან მძიმე კონტინგენტია, ძალიან მძიმე პაციენტები არიან და მათთან მუშაობა და ხა თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ ექიმს რო ეყოლება 1000 პაციენტი, როგორ უნდა მართოს მან ეს პროცესი. ამიტომ მივდივართ ეს თბილისის მასშტაბით არის. არა, უკვე ჩაერთო ბათუმში უკვე კლინიკა ერთი მუშაობს, ჩაერთო ქუთაისში 3 კლინიკა, ჩაერთო ზუგდიდი, ვცდილობთ კახეთი ჩავთო ჯერჯერობით. რადგან ძალიან ბევრი მოთხოვნა არის ამ თვითონ შეშემოყირებისგან, რომ მივიდნენ და ზოგი ვერ ახერხებს ამ რაიონებში. ჩვენ ყველა რაიონს ვერ ჩავთავთ, იმიტომ რომ უფრო დიდ რაიონებში აქვს ისეთი, რომელსაც ჩავთავთ, აი კახეთზე ვამბობდი ხა. მაგალითად ვცდილობ, რომ ორი თვე აქვს, ვცდილობ რომელიმე კლინიკა ჩავთო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არ არის პირობები, რაც საჭირო ვერ ვთავაზობ. ამიტომ ყველა რაიონს ვერ ჩავთავთ, თუმცა სადაც ხედავთ, რომ რაოდენობა დიდია, აი სამეგრელოში მაგალითად საუბედრო ძალიან დიდია რაოდენობა ცეგებადიტის დაავადებულების, ის ჩავთეთ სწრაფად. ბატონო ვალერი, ასეთი შეკითხვა მაქვს. აბსოლუტურად ვეთანხმები ასეთ მოდელს თქვათ ამ პროგრამის მორალური და სამედიცინო თვალსაზრისითაც, რომ უპირველესად უნდა რთული ფორმების პაციენტები დაკმაყოფილდნენ ამ მკურნალობით. მაგრამ თქვენ ვეახსენეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული
სახე ქონდეს ამას. აი როდის თქვენ თუ გაგიცვლიათ, თუ გიფიქრეთ, როდის მოუწევთ ასე ვთქვათ ჭყალებში მარტივი ფორმის მატარებელ პაციენტებს? კი ბატონო, გეტყვით, ჩვენ როცა ვიწყებდით ამ პროექტს, ძალიან ვთხოვეთ ჩვენ სამერკულ პარტნიორებს, რომ მათ ყოველგვარი დიდი ხელშეკრულების გარეშე, რომელიც აუცილებლად უნდა გაფორმდეს ჩვენ შორის, მოეცათ 5000 პაციენტზე ეს პრეპარატი. იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით, რომ 5000 ძალიან მძიმე პაციენტი მყავდა ქვეყანაში, რომელიც ვერ დაელოდებოდა, თქვათ, ახალ წელს ან მომავალ წელს იმის რომ მკურნალობა დაეწყო. ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი. ეხლა უკვე რიგშია მეორე პრეპარატი, რომელიც კიდევ უფრო საოცარი თვისებების მატარებელია, კიდევ უფრო მეტი ადამიანი იმკურნება ამ პრეპარატზე, მას ქვია ხარვონი, რომელიცაც ძალიან დიდი ფუფუნებაა რომელიმე ქვეყანაში იყოს, ჩვენ დავარეგისტრირეთ, კიდევ უფრო ძვირია, ჩვენთვის უფასო იქნება ესე, ჩვენ დავარეგისტრირეთ უკვე ეს პრეპარატი და სადღაც ოქტომბრის თვიდან ჩვენ ხარვონსაც შემოვიდათ ქვეყანაში. ანუ ძალიან ბევრი პაციენტი, რომლის მდგომარეობა თქვათ შეიძლება მოიცადოს, რომელსაც ღვიძლმა შეიძლება მოიცადოს, ისინი ელოდებიან ამ პრეპარატს. აი უფასო იქნება როდემდე? სანამ მთლიანად ელიმინაცია ნიშნავს ქართულად ამას გვედავებიან, რატომ ამით ელიმინაციას კი ბატონო არ ვიტყვიათი, აღმოფხვრას ნიშნავს, სანამ არ აღმოიფხვრება და ბოლო პაციენტი არ განიკურნება, თუმცა ძალიან რთულია, შეიძლება რაღაც რაოდენობა ყოველთვის დარჩეს, მაგრამ ელიმინაცია თვითონ ამას ნიშნავს, მანამდე ჩვენ ამ პრეპარატს მივიღებთ უფასო. კიდევ ერთი მნიშვნელობა, თიკა. როდესაც საუბრობთ ხოლმე ამ სტუდიაში ამ თემაზე, ვთქვათ, რისკები და გავრცელების ყველაზე ისეთი ადგილები, რომელზეც უნდა ჩატარებულიყო მონიტორინგი და ეს იყო თქვათ ამ პროექტის ნაწილი. ამ კუთხით რა ხდება? წავიწიე წინ, მე თქვენთან როცა ვიყავ, მაშინ თქვი რომ მონიტორინგი ჩატარდა, იმიტომ რომ შემოწმების უფლება არ ჰქონდა. შევიდა ცვლილება დადგენილებაში, უკვე გვაქვს შემოწმების უფლება და პირველი შემოწმებები სტომატოლოგიურ კლინიკაში დაიწყო ზუსტად 2 კვირის წინ. ამ რაიონში, საბურთალოს რაიონში მოხდა პირველი შემოწმებები, მაგაც ესეთი შედეგები გვაქვს, რომელიც მაინც-მაინც სიმართლე გითხრათ არ მახარებს. 20 კლინიკა დახვდა დაკეტილი, რა მიზეზით არ ვიცი, შეიძლება შეუძლებაში არის ამას გავარკვევთ. თუმცა ყოველთვის ამ სიამოვნებით როცა დაკეტილი ხდება და ვერ შევდივართ შეგნით. δεν მართლა დაუშვათ შეიძლება. შეიძლება იცით რა ჩვენ ვაცხადებით, რომ სალიცენზიო პირობები უკვე მიღებულია და პრინციპში ჩვენ ვიწყებთ უკვე არა მონიტორინგს, არამედ შემოწმებას. კონკრეტული დღე ხო არ ეცოდინებოდა? არ ვიცი, ნახოთ, მეც ეს მინდა რომ ეს იყოს. არ იყო დაკეტილი ვთქვათ რაიმე დარღვევები. დაახლოებით 35 კლინიკა დაჯარიმდა. და აღმოიფხვრება მარტივად ალბათ ეს პრობლემები რაც ქონდა. ის შენიშვნები რაც ქონდა, თუ არ აღმოიფხვრება, მაშინ კანონმდებლობა ესეთია, ჩვენ ერთი შესული დაკეტვის უფლება არ აქვს, თუმცა განმეორებით მოხდება ისევ შესვლა ამ კლინიკებში, შემოწმება და თუ თქვათ მათ არ გაასწორეს ამ შემთხვევაში. აჯარიმაზე ლაპარაკი. 500 ლარია პირველი, 1000 ლარი არის მეორე. და თუ იყო ისეთი კლინიკა, რომელიც აბსოლუტურად გამართული იყო და არ რა თქმა უნდა, მე იყო ხო? არა, ის უფრო საინტერესო. როგორ არა არის ესეთი კლინიკა და ძალიან ბევრია სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ იმ პერიოდში რაც მე თქვენთან ავყავთ ვარ, ძალიან ბევრი იმუშავა სტომატოლოგთა ასოციაციამ NCDC-სთან ერთად, სპეციალური ჯგუფი და სასწავლო პროგრამები შექმნეს. მათ 500 სტომატოლოგი გადამზადდა ინფექციის კონტროლის კუთხით, გადამზადდნენ მედები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ მიმართულებაზე და ეს მოგცემს საშუალებას, რომ ელემენტარულად პასუხისმგებელი პირი მაინც იყოს და მას მოვთხოვოთ პასუხი იმაზე, რაც ხდება კლინიკაში. ასე ცნობილია, რომ ჟაუდებულებიც ერთვებიან, ხო? ჟაუდებულები დადგენილება უკვე ჩაერთვნენ პროგრამაში, ტექნიკური პირობები აქვს ეხლა მოსამზადებელი ციხეებში, იმიტომ რომ ამ წამალს თავის ტექნიკური პირობები ჭირდება. მე როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში ამთავრებენ ამ პირობებსაც და რამდენი საჭიროა იმის რომ ტექნიკურად მოგვარდეს, მე უკვე ჩართულები არის. საერთოდ რომ ჩართულები არის. ჩართულები არის. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის ჰეპატიტთან ბრძოლის დღე. ჰეპატიტის მსოფლიო დღე. ჰეპატიტის მსოფლიო დღე. რუსთაველის მეტროსთან საღამოს 6 საათზე არის დაგეგმილი ღონისძიება და ამ ღონისძიების დეტალებზე პაციენტთა საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენელი კოკა ლაბარტყავა გვეტყვის დეტალებს. წლევანდელი კამპანიის მთავარი სლოგანია ცოტაც ნამდვილად ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის რომ ელიმინაციის პროგრამა ხელმისაწვდომი გამხდარიყო 2011 წელს პაციენტთა თემის ამოქალაქო სექტორი იყო პირველი რომელმაც საზოგადოების წინაშე ასე ვთქვათ ზედაპირზე ამოიტანა პრობლემა დროთა განმავლობაში ჩვენს მცდელობას ასე ვთქვათ გარდა იმისა რომ პრობლემა გახდა აქტუალური მოყვა დიალოგის რეჟიმის ინიციირება ხელისუფლებასთან უკვე 2014 წლის 1 მარტს სახელმწიფოს და სამოქალაქო სექტორის დიდი ძალისხმევით პენიტენციალურ სისტემაში
ხელმისაწვდომი გახდა ინტერფერონით მკურნალობა. დღეს საქართველოს ერთადერთი ქვეყანაა მთელ მსოფლიოში, სადაც მოქალაქეებისთვის $90,000 მკურნალობა ხელმისაწვდომია. პაციენტთა თემის და არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით უკვე მეხუთეჯერ, ასე ვთქვათ, აღნიშნავთ ეროვნულ კამპანიას. აქციები გაიმართება ქვეყნის მასშტაბით 9 ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში. ეს იქნება მადლიერი პაციენტების აქცია, რომლებიც გამოხატავენ ერთის მხრივ მადლიერებას აი ამ შესაძლებლობის შესახებ, მეორეს მხრივ გამოხატავენ მზაობას აი იმ პრობლემების გადაჭრაში ჩართვასთან დაკავშირებით. ცოტაც ძალიან სიხშირე და ძალიან კარგი სლოგანია. თვალსაზრისით, შინაარსობრივადაც და გრაფიკულადაც. ბატონო ვალერი, აი თქვენ საუბრობდით, რომ სრულ აღმოფხრას ცოტაც და დაველოდებით და კარგად მიდის საქმე, მაგრამ თქვით, რომ რა თქმა უნდა, სუნთლიანად რთული იქნება, შეიძლება დაგვრჩეს რაღაცა ესეთი გაპარული შემთხვევებით ჰეპატიტის. ამ შემთხვევაში უკვე მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა. ხო, არსებობს სკრინინგის პროგრამა, რომ იყოს უფასო მისაწვდომი ადამიანებისთვის, რომ არ დაგვრჩეს ესეთი გამოპარული შემთხვევები. კი, აუცილებლად იქნება ესეთი პროგრამა, გეთანხმებით, რომ უნდა იყოს ესეთი პროგრამა. ჩვენ შუა წელს დავიწყეთ წელს ჰეპატიტის მკურნალობა. მომავალ წელს აუცილებლად გვექნება სკრინინგი, თუმცა წელსაც ვახერხებთ გარკვეული ჯგუფები ჩავხდოთ ამაში. ეხლა ჰეპატიტის დღესთან, მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 10 დღიანი ესეთი ციკლია სკრინინგის. რეგიონებში ჩართული არის ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, თბილისი, რა თქმა უნდა, გუშინ თბილისში 600 კაცმა გაიკეთა გამოკვლევა ცეგეპატიტზე. შორის ციფრი ცოტა ისეთი იყო, მაინც და მაინც არ გვესიამოვნა, მაგრამ ბევრს აღმოაჩნდა. ბევრს აღმოაჩნდა 600 კაცი და ეს გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში. ასე ჩვენ მოუწოდეთ კლინიკებს, რომ კლინიკებმაც აიღონ თავიანთ თავზე და თავიანთ ექიმებს და იმ პაციენტებს, რომლებიც მიმართავენ ამ კლინიკებს, ასევე უფასოდ ჩაუტარონ ცეგეპატიტის გამოკვლევა ამ ეტაპზე. ამ დღესთან დაკავშირებით დაგვთანხმდა ძალიან ბევრი კლინიკა და იქაც უფასოდ იქნება გამოკვლევა. ნებისმიერ მოქალაქისთვის. ნებისმიერ მოქალაქისთვის. და როდესაც ეს გახდება უკვე მუდმივი და საყოველთაო, ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით შეხსენებაში, პროპაგანდაში, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ რომ ნებისმიერ დაავადებაში ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ზონები. ელიმინაცია ჩვენ ელემენტარულად აღმოფხვრას ვერ მოვახდენთ თუ არ ჩავატარეთ ესეთი სკრინინგ პროგრამა. ის რა ვაკეთე, კახეთი რო თქვი თქვა, ძვირადღირებული სიამოვნება ბრძალებში ასე ვთქვათ, რომ აღიჭუროს ეს კლინიკები. თვითონ კლინიკებს არ შეუძლიათ თავისი ელემენტარული ძირითადი პრობლემა არის უნდა იყოს სერტიფიცირებული ექიმი, რომელსაც შეუძლია მართვა ცეგეპატიტის. ცეგეპატიტის მართვას უნდა გამოცდილება და უნდა ვთქვათ გარკვეული ესეთი თვისება. თვითონ კლინიკის ინტერესშიც ხო არის რა კონდიცია. თორემ რაც შეეხება ყველაზე ძლიერი გამოკვლევა ამაში არის ვიბროსკანი, რომელიც ჩვენ ვიყიდეთ 5 ცალი და უსასყიდლოდ გადავეცით დროების სარგებლობაში, იმიტომ რომ იცით რომ ყველა კლინიკა კერძოა და ჩვენ ვერ ვაჩუქებდით. ზუგდის გადავეცით, ქუთაისის გადავეცით, თბილისის ინფექციურ სამყოფოს არ ქონდა გადავეცით და 2 ცალი კიდე დაგვჭა. შეიძლება თქვა კახეთის ნებისმიერ კლინიკას, აი ახლა აქედან ვამბობ, რომელიც აღჭურავს ნორმალურად, შემიძლია გადავწყვეტ. სამეგრელოში რამდენია ერთი კლინიკა? ერთი კლინიკა, სამეგრელოში მეტი უბრალოდ მართლა არ არის, მეტი არც არსებობს. სკრინინგი რა მეთოდით გამოკვლევა, ეს ძალიან სწრაფი გამოკვლევა, 15 წუთში ლაბორატორიულად 15 წუთში გაძლევენ პასუხს. და მაინტერესებს აი მექსასი უკვე გამოკითხული და უკვე გამოკვლეული ადამიანიდან რაღაცა არსებობდა განწყობა რომ ქონდათ მათ რაღაც ალბათობები და ისე მოვიდნენ თუ აი შეიძლება მოწმენ დილცაზე აი ჩვენ 26 მაისს როცა ჩავატარეთ იქაც მივიღეთ ძალიან მაღალი ციფრი და ნუ რა თქმა უნდა გაგვიკვირდა, მაგრამ მე მივხვდით რომ ვინც მოდიოდა იქ ეს ერთადად ის კონტინგენტი იყო რომელმაც იცოდა რომ ქონდა და გამოწევდა. თუმცა მე იქ ვიდექი მთელი დღის განმავლობაში და ჩემი ყოფნის დროს რამოდენიმე ნაცნობსაც აღმოჩნდა რომ შევთავაზე რომ გაიკეთე აღმოაჩნდა, ნუ ესეც ხდება, ხო? არც ისე ბევრი იკეთებს ამ გამოკვლევას, თუმცა აი მე მინდა მოუწოდოს ყველა ჟურნალისტებსაც და ტელემაყურებელსაც ძალიან მარტივი პროცედურაა და წელიწადში ერთხელ მაინც არა აქვს, ანუ რატომღაც ითვლება რომ მამაკაცების დაავადებაა და არ არის მასე, ხო ესეც დავამატოთ, ხო? საუბედუროთ ყველა დავდივართ გარკვეულ კლინიკებში, სხვადასხვა ადგილებში, განსაკუთრებით ქალბატონები ესეთ ადგილებში, საიდანაც მისი გავრცელება ხდება ხოლმე ზოგჯერ. ამიტომ ეს არ არის მარტო მამაკაცების დაავადება და მოგიწოდებთ ყველას
ეხა მით უმეტეს უფასოდ არის. უფასოდ იქნება მომავალში. ეს დაიწყო გუშინ თუ არ ვცდები. გუშინ დაიწყო. და გუშინდლიდან კიდევ გრძელდება 10 წლის განმავლობაში. თქვენ ახსენეთ ასე თქვა კურნალობის პროცესში მყოფი პაციენტები, რომლებიც აღარ სვამენ. თქვა ალკოჰოლს აღარ იღებენ, ხო? მაგრამ ჩვენ ამ სტუდიაში საუბრობდით ასევე საერთოდ კვების და ცხოვრების წესის შეცვლაზე, რომელსაც საჭიროებს ეს დაავადება სამუდამოდ. ამის მნიშვნელობა ალბათ ხაზგასმულია, იმიტომ რომ მე ვიცნობ პაციენტებს, რომლებიც არ იცავენ, თქვა აი ამ დიეტას ელემენტარულად და მხოლოდ არიან პრეპარატის იმედზე. მე ერთი რამე შემიძლია ხა თქვა, აქედან რომ სოფოს ბუვერი, სოვალდი, არვანი ებრძვის ცეგებადიტის ვირუსს. დაზიანებულ ხვილს ის ვერ განკურნავს. დაზიანებულ ხვილს ჭირდება მოფერება, ჭირდება დიეტა, ჭირდება ცხოვრების გარკვეული რეჟიმი, განსაკუთრებული რეჟიმი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვა. სხვა შემთხვევაში ცეგებადიტის ვირუსი მათ არ ექნება და ეს უდიდესი ბედნიერება, იმიტომ რომ ხვილზე ზეწოლა არ გაგრძელდება ვირუსის მხრიდან, მაგრამ დაზიანებული უნდა აღდგეს. თუმცა ღვიძლი არის უნიკალური ორგანო, რეგენერაციის ფუნქცია. ყველაფერი იცით თქვენ. ყველა დავდივართ. ჩვენც უნდა შევუწყოთ, ხენ როცა იცი რომ შენ მეგობარს ეს პრობლემა აქვს. არ უნდა მივიჭახოთ. რა თქმა უნდა, გეთანხმები. ეხლა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს პაციენტების, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ განიკურნებიან, მე ჯგუფები უნდა შექმნან და უნდა იარონ თუ ქვეყანაში. დიდი მადლობა. ყველა პაციენტს სრულ გამაჯამრთელებას უსურვებ. ამ ანგარიშისთვის.